ელექტრომობილების მწარმოებელმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla-მ კვარტალური შედეგები წარმოადგინა, რომელმაც ინვესტორების აღფრთოვანება ნამდვილად ვერ გამოიწვია, რადგანაც მეოთხე კვარტალში კომპანიამ მოახერხა 25.7 მილიარდის შემოსავლის მიღება, რაც პროგნოზირებულთან შედარებით თითქმის 2 მილიარდით ნაკლები იყო, ხოლო როდესაც სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანია მოსალოდნელზე უარეს შედეგს აფიქსირებს, ეს რა თქმა უნდა ინვესტორებისათვის წარმოადგენს ტრაგედიას, თუმცა ამაზე უარესი იყო ის შედეგი, რომელიც Tesla-მ დააფიქსირა წლიურ ჭრილში, საერთო ჯამში 2024 წლის განმავლობაში კომპანიამ მიიღო 8.4 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება, რაც არის წინა წელთან შედარებით 23%-ით შემცირებული მაჩვენებელი, ხოლო რეკორდულ 2022 წელთან შედარებით, როდესაც 14 მილიარდის მოგება დაფიქსირდა 40%-იანი ვარდნა, ანუ პლანეტის ყველაზე სწრაფად მზარდ ერთ-ერთ კომპანიას აქვს ყველაზე ცუდი შედეგი მოგების მიმართულებით მისი მარჟა. ეცემა თანაც საკმაოდ სწრაფად, ეს კი წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, რადგანაც Tesla-ს კაპიტალიზაციის 90% შეგვიძლია ვთქვათ, რომ დგას სამომავლო პროგნოზსა და სამომავლო მოლოდინზე, რომ ის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დიდ მოგებას მიიღებს, მაგრამ ხედავთ, რომ ბოლო 2 წელია მისი მოგება ეცემა. ამას კი არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის თავად ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირება და ასევე ჩინური კონკურენტების გააქტიურება, რომლებიც Tesla-ს აიძულებენ, რომ თავიანთი ფასები შეამცირონ. მოგების შემცირებასთან ერთად ისიც უნდა ითქვას, რომ Tesla-ს აქვს ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია, ის ტრილიონიანი ნიშნულს აჭარბებს, პლანეტის ყველაზე მსხვილი ელექტრომობილებისა და ავტომობილების მწარმოებელი კომპანია არის ამ შეფასებით, მაგრამ ხედავთ, რომ მის მოგებასა და საბაზრო კაპიტალიზაციას შორის არის ძალიან დიდი სკრული. შემოსავლის მკვეთრ ზრდასთან ერთად ცხადია სჭირდება რაღაცა ისეთი ინვესტორებს, რაც დაიმედებს მისცემთ სამომავლოდ და ილონ მასკი თუ არის ვინმე იმედების ოსტატი, ეს სწორედ ილონ მასკია დაპირებებს ის ძალიან უხვად გასცემს, მოგვიანებით ეს დაპირებები დროზე როგორც წესი არ სრულდება ხოლმე, მაგრამ მიუხედავად ამისა გარკვეულ გავლენას Tesla-ს ინვესტორებზე მაინც ახდენს. დაპირებულ ავტომობილებს შორის ჩვენ ხედავთ Cybercab, Cybervans, რაც არის ქალაქში და გადაადგილებისთვის შექმნილი ავტომობილები, რომლებიც ჯერ არ არსებობს, ხოლო პროტოტიპულად გვინახავს ჩვენ ისინი, რომელთაც წესით დარიგით სრული თვითმართვად რეჟიმით, ან სრული ავტოპილოტით უნდა იყოს აღჭურვილები და წესით დარიგით ოდესღაც მაინც უნდა ჩაანაცვლონ ის ტაქსები, რომლითაც ჩვენ დღეს დავდივართ. ცხადია, აქ ასევე უნდა ვიგულისხმოთ Cybertruck-ი, რომელიც ძალიან დიდი დაგვიანების შემდეგ საბოლოო ჯამში გამოჩნდა ბაზარზე და ალბათ ამაზეც უნდა გააკეთოს აქცენტი ილონ მასკის კომპანიამ, რადგან ეს ავტომობილი ძალიან ძვირი ღირს და ძალიან გაჭიანურდა და შესაბამისად ძალიან და მისი წარმოება და აქაც ფული ამოსაღებია მარტივ ენაზე რომ ვთქვათ ინვესტორებისთვის. ასევე უნდა წესით გამოჩნდეს ხელმისაწვდომი ავტომობილები Tesla-ს ლაინაპში, რომელთა ღირებულება დაიწყება 20-25,000 დოლარიდან ახალ ავტომობილებზე არის საუბარი. მოკლედ ამ ყველაფრის ფონზე თავდაპირველად, როცა გამოქვეყნდა კვარტალური შედეგები და წლიური შედეგები, შემცირდა აქციის ღირებულება 5%-ით, მაგრამ მოგვიანებით 3%-ით ავიდა, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული სავარაუდოდ. ერთ-ერთი არის ის, რომ არაერთგვაროვანი არის ინვესტორთა ბაზა Tesla-ს, ზოგი ილონ მასკის ოპტიმისტურ ხედვებს უფრო მეტად იზიარებს ვიდრე სხვა და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ Tesla როგორც კომპანია და როგორც მისი აქცია, რომელიც დალისტებულია საფრთხე ბირჟაზე, არის ტრადიციული ავტომწარმოებელი კომპანია, შევისაუბრე შემოსავალსა და მოგებას შორის სხვაობაზე. ამხელა სხვაობა არც ერთ სხვა ავტომწარმოებელ კომპანიას არ აქვს, ეს ძალიან არაბუნებრივი მაჩვენებელია, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია ის, რომ Tesla არის ერთ-ერთი ის აქცია, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი ვაჭრობს, ანუ ტრეიდერობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრი ადამიანი მას იყენებს მოკლევადიანი მოგების მისაღებად და არა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის, როგორც მაგალითად Berkshire Hathaway-ის აქცია საბირთვო ამისა, რომელსაც Toyota, რომლითაც არავინ ტრეიდერობს, ზუსტად რომელსაც როგორც წესი ყიდულობენ, რათა შეინახონ ის 10, 15 და 20 წლის განმავლობაში და სწორედ ამით მიიღონ ან სარგებელი დივიდენდის სახით პერიოდული, ან უბრალოდ კომპანიის ზრდიდან გამომდინარე მათი წილობრივი წილის ღირებულებაც გაიზარდოს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ Tesla-ს აქვს რამდენიმე უპირატესობა მიუხედავად მისი გაბერილი საბაზრო შეფასებისა და ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ეს არის მისი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ალბათ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოა ელექტრომობილების მიმართულებით, რადგანაც Tesla არის პირველ რიგში AI კომპანია, ხოლო AI თავისი არსით არის პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო Tesla-ში არის მოგეხსენებათ FSD-ის ტიპის
პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ყოველწლიურად იხვეწება და უკეთესი ხდება, ამიტომაც არ უნდა გაგვიგვერდეს, რომ 5 ან 6 წლის ავტომობილმა მიიღოს განახლება, ეგრეთ წოდებული აპდეიტი და შემდეგ მისი ფუნქციონალი გაიზარდოს და თავად ელექტრომობილი უკეთესიც გახდეს. 13.2 ვერსია გამოვიდა, ახალ ვერსიაზე გვაქვს საუბარი, რომელშიც გაუმჯობესებული არის ავტონომიური მართვის შესაძლებლობები, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს იმ ლიმიტირებულ ავტოპილოტზე, რომელიც არის ამ ასე ვთქვათ Tesla-ს წარმოების ელექტრომობილებში. ხელმისაწვდომი აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ FSD-ის განვითარების ფონზე Tesla გეგმავს რეგულარული რობოტაქსი სერვისის გაშვებას, მათ შორის კალიფორნიისა და ტეხასის შტატებში, სადაც იგი იქნება დაშვებული მარეგულირებლის მიერ და ამასთან ერთად Elon Musk-ი, როგორც ჩვენ თქვი, აანონსებს უკვე ახალი რობოტაქსი სერვისის დანერგვა Cybercab-ზე გვაქვს საუბარი, რომელიც მისი თქმით მომავალი წლიდან უნდა გამოჩნდეს ბაზარზე, თუმცა აქ გარკვეული ეჭვები არსებობს, რადგან როგორც წესი Elon Musk-ის ასეთი დანაპირები მომენტალურად არ აღსრულებულა და ალბათ არც ეს არ აღსრულდება და ეს Cybercab-ი ამ შემთხვევაში იქნებაო აღჭურვილი სრული ავტონომიური ფუნქციონალით, ანუ მას საერთოდ არ დასჭირდება მძღოლი არაფრისათვის, უფრო მეტიც ავტომობილი შეასრულებს ავტონომიური ტაქსის ფუნქციონალს, ანუ ის მოემსახურება კლიენტებს მარტივად რომ ვთქვათ, მძღოლის გარეშე, რა თქმა უნდა, თუ კი რეალობა იქნება, ეს ტაქსის ინდუსტრიაში გამოიწვევს ძალიან დიდ რევოლუციას, ისეთ დიდ რევოლუციას, როგორც ერთ დროს მაგალითად Uber-მა გამოიწვია, როდესაც ტაქსი ყველასათვის ხელმისაწვდომ სერვისად აქცია აპლიკაციის დახმარებით. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად ავტოპილოტის დანერგვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს როგორც ტექნოლოგიურ დონეზე, ასევე რეგულატორულ დონეზე, რადგანაც ზოგიერთი ქვეყნის მარეგულირებელი, მათ შორის შტატობრივ დონეზეც კი არის სკეპტიკურად განწყობილი, ვინაიდან არაერთი შემთხვევა ყოფილა ინციდენტი, ასევე ყოფილა ფატალური შემთხვევაც კი, რამაც გამოიწვია, ასე ვთქვათ, ეთიკური დილემაც კი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ავტომობილი, რომელიც არის აღჭურვილი ავტოპილოტით, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მან არჩევანი უნდა გააკეთოს, მაგალითად, 1 ან 2 სიცოცხლეს შორის, როგორ უნდა მოიქცეს ის მაშინ, როდესაც არჩევანი უნდა გააკეთდეს მგზავრსა და სხვა ადამიანებს შორის, რომლებიც მაგალითად გზის პირას არიან და გარდაუვალი არის მათთან შეჯახება. მოკლედ, ძალიან ბევრი შეკითხვები არსებობს ამ მიმართულებით. ავტოპილოტი არის ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასავითარებელი ტექნოლოგია, რადგანაც კომპიუტერმა ამ შემთხვევაში უნდა იფიქროს ადამიანივი და თანაც უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი ისე, რომ რასაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას, მან ამაზე პასუხიც უნდა აგოს, რადგანაც მოგეხსენებათ ავტომობილის მართვა თავისი არსით გულისხმობს ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებას. აქვე ვთქვათ ორი სიტყვა თავად Elon Musk-ზე, რომელიც Donald Trump-ის მარჯვენა ხელია და სავარაუდოდ მნიშვნელოვანი ძვრები იქნება ამერიკაში, მათ შორის მარეგულირებლების კუთხით, მაგრამ ცხადია ეს არის სავარაუდო ინფორმაცია და დროს უნდა დავეულოდოთ. მის შეფასება ქონების არის 418 მილიარდი დოლარი და Tesla-ს გარდა ის ფლობს ისეთ დიდ კომპანიებს, როგორც არის SpaceX-ი, XAI და სხვა მცირე თუ შედარებით დიდი ზომის კომპანია.